ჩემმა მეგობარმა მომიყვა ეგეთი რაღაცა. ჩემი მეზობელი მოვიდაო და მითხრაო რომ შენ ხო ის გაქო რა ქვია ქვემოთო პადვალიო. კი, მაგ პადვალი. გიხვეწებიო, არ შეგიძლიაო რომ ეს პადვალიო დაგვითმოო რა. უბნელი ტიპი მეუნებაო და ბიჭო, ვაფშე ასე ვერ მოვედიო რომ ეს პადვალი რა შეიძლება რომ დაჭირდეს კაცო. პადვალი რა გინდა? რა შეიძლება მიწის ქვეშ ორ სართულში ქვემოთ რა გჭირდება. რაღაცას რომ ვიმაიმუნებთო რა. იქო დავდებთო კრესლს რაღაცასა და ჩავტყდებითო რა. გავისტუმრეო ცივი უვარითო რომ უთხარიო რომ ნუ არა და რა სისულელია და რაღაცა. მაგრამ ნახე თავარი რამეზე გადაირია გაგიჟდა ეს კაცი. ესე იგი ეს ტიპი ისე გააუბედურა აი ბიძინას საქართველოში რა. რომ ზემოთაც აღარ უნდა სიარული. მიწის ქვეშ უნდა რომ ჩავიდეს. ზემოთაც აღარ უნდა დედამიწაზე სიარული არ უნდა ბიჭო. ხელისუფლების თანამონაწილეობაც ხო დიდია. და რატო? ეკონომიკა არ არის, სამუშაო ადგილი არ არის და მის მერე არჩევნებს და მაგ პონტს იცავს. მიწის ქვეშ რო სკამი უნდა იმას იცავს ბიჭო და მორბის გიჟივი და შენს გეუბნება რა ნაციონალი ხარ ცუდი შენ ეუბნები არა განათდეს ქვეყანა გამოდი მაგ სიბნელიდან წამოდი შენ უნდა რაღაცა ფული უნდა გაშოვნინო იქნება კეთილდღეობა დედამიწაზე იარე და ის გეუბნება რა არ მინდა მე დედამიწაზე შენ ცუდი ხარ რაღაცა წამებელი ხარ ბიჭო კიდე მე ვარ წამებელი შეჩემა მიწის ქვეშ ჩადიხარო ორი სართულით ქვემოთ დედამიწაზე სიარული შენ არ გინდა და კიდე მე ვარ